წყვეტი საპროტესტო აქციების დაწყებიდან 59 დღე გავიდა, ამ დრომდე არავინ არის დასჯილი იმ შავ ფორმებში ჩაცმული პირებიდან, რომლებმაც აქციების დაშლისას სასტიკად იძალადეს მედიასა და მოქალაქეებზე სოლიდარობა და თავისუფლება მზია ამაღლობელს. იფიცება საქართველოს ამ სახელწოდებით ქვეყნის მასშტაბით გამაფრთხილებელი საპროტესტო აქცია გაიმართა 15-დან 18 საათამდე. კომპანიებისა და დასაქმებულების ნაწილი გაიფიცა. მოქალაქეები დასაქმების ადგილთან ან წინასწარ დაანონსებულ ლოკაციებზე შეიკრიბნენ. გაფიცულებს თბილისში მელიქიშვილის გამზირზე შეუერთდა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი. მსხვილი კომპანიების ნაწილი არ გაფიცულა, თუმცა მათ თანამშრომლების გაფიცვის აქციისთვის ხელი არ შეუშლიათ. მარიამ ბერძენიშვილი გვეტყვის თემის დეტალებით, იგი პირდაპირ ეთერში გვერდება. მარიამ, გისმენთ. გაიფიცე საქართველოსთვის ამ სახელწოდებით დღეს კერძო სექტორის ნაწილმა დედაქალაქში საპროტესტო აქცია გამართა. რა იგულისხმება ამ პროტესტში? ამ პროტესტში იგულისხმება ის, რომ შუადღის 3 საათიდან საღამოს 6 საათამდე, ანუ 3 საათის განმავლობაში ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებმა სამუშაო პროცესი შეაჩერეს. საუბარი არის ასობით კომპანიაზე, მათ შორის არიან როგორც კვების ობიექტები, ასევე სხვადასხვა სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელი კომპანიები, საგანმანათლებლო დაწესებულებები, საკონსულტაციო ჯგუფები და ასე შემდეგ. რაც შეეხება ამ პროტესტის მოთხოვნას, როგორც უკვე 59 დღეა, ისმის მხოლოდ და მხოლოდ ერთი მოთხოვნა, რომ დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ საპროტესტო აქციებზე დაკავებული ადამიანები და ჩაინიშნოს ვადამდელი არჩევნები. როგორც უკვე გითხარით, კერძო სექტორის წარმომადგენლების ნაწილმა დღეს 3 საათით შეაჩერა სამუშაო პროცესი. იყო რამდენიმე ლოკაცია დედაქალაქში, ერთ-ერთი იყო მაგალითად ყაზბეგის გამზირზე, წითელი ბაღის მიმდებარე ტერიტორია, ასევე რესპუბლიკის მოედანი და ასე შემდეგ. აქ შეკრებილი ადამიანები 3 საათის განმავლობაში გამოხატავდნენ საკუთარ პროტესტს, ითხოვენ, როგორც უკვე გითხარით, დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას, ვადამდელი არჩევნების ჩანიშვნას და ასე შემდეგ. ახლა ამ წუთებში მე ვიმყოფები რუსთაველის გამზირზე, სადაც უკვე საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს და როგორც კერძო სექტორის წარმომადგენლები, ასევე რიგითი მოქალაქეები უკვე პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაინაცვლებენ და უკვე იქ დაიწყება, ასე ვთქვათ, აქცია პროტესტი. რაც შეეხება კიდევ სხვა მოთხოვნას, როგორც კერძო სექტორის წარმომადგენლებმა ჩვენთან საუბარში განაცხადეს, ხელისუფლებამ უნდა გაიგონოს ბიზნესის ხმა, ვინაიდან კერძო სექტორი არის სწორედ ის სექტორი, რომელზეც დგას საქართველოს ეკონომიკა და მათ რამდენჯერმე გააჟღერეს, როგორც უკვე გითხარით, რომ ხელისუფლებამ უნდა გაათავისუფლოს საპროტესტო აქციაზე დაკავებული ადამიანები და ასევე უნდა ჩაინიშნოს ვადამდელი არჩევნები. მთავარი მოთხოვნა არის სამართლიანობა ჩვენს ქვეყანაში. მე პირადად ვარ უკანონოდ გათავისუფლებული სამსახურიდან. შესაბამისად, აქ ვდგავარ სწორედ სხვა დასაქმებულების გვერდით, სწორ პოზიციებზე. ფაქტია, რომ ეს არჩევნები არ იყო ლეგიტიმური, გაყალბდა, იყო რუსეთის გავლენა და პირველ რიგში ამას აპროტესტებს ხალხი. ასევე აპროტესტებთ უკანონო პატიმრობაში მყოფი ადამიანების, ასე ვთქვათ, წამებას და მათ დაპატიმრებას. გვინდა რომ ეს უკანონო პატიმრები სასწრაფოდ გათავისუფლდნენ. მოთხოვნა არის ორი ძირითადი, ახალ არჩევნებს ვითხოვთ და თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს, იმიტომ რომ უსამართლოდ არის დაკავებული 50-ზე მეტი ადამიანი, რომელიც არის რეჟიმის ტყვე და მათ თავისუფლებას და ახალ არჩევნებს. დემოკრატიას, თავისუფლებას ქვეყანაში. მოთხოვნები არის უცვლელი. დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ ჩვენი პოლიტპატიმრები, იმიტომ რომ ეს არიან პოლიტპატიმრები, სავაჭროდ ქცეული ბიძინა ივანიშვილის მძევლები და დაინიშნოს არჩევნები ხელახალი. ყველას ეს მოთხოვნა აქვს, სხვა მოთხოვნით არავინ არ არის აქ. გაფიცულია საქართველოს. ჩვენ სტამბის სტაფი ვართ გაფიცულები, იმიტომ რომ ვითხოვთ ახლა თავისუფალ არჩევნები ჩატარდეს, იმიტომ რომ არის წინ არჩევნები იყო გაყალბებული და ალბათ ყველა აქ მდგომი ადამიანი დამეთანხმება ამაში. ჩვენ ვითხოვთ ახალ არჩევნებს, ვითხოვთ რომ კორუმპირებული მთავრობა გადადგეს და თავისუფალ ადამიანებს მოგცეს საშუალება, რომ ვიცხოვროთ მშვიდად ქვეყანაში. ქუჩაში ვართ იმ უსამართლობის გამო, რაც ხდება ქვეყანაში და იმ ძალმომრეობის გამო, რომელსაც ეგრეთ წოდებული ხელისუფლება იყენებს, რომელიც არაკონსტიტუციურია და არალეგიტიმური, იმიტომ რომ მას ლეგიტიმაცია არ აქვს ხალხისგან. და ვაპროტესტებთ იმას, რომ ესე რომ თქვა სახელმწიფოს გვართმევენ. დღეს ჩანს, რამდენად თავისუფალი არის ჩვენი საზოგადოება
რამდენად შეუძლია მას წინააღმდეს დიქტატურას და მივესალმები ამ ინიციატივას და რა თქმა უნდა უფრო მასობრივი ხასიათი უნდა მიიღოს გაფიცვებმა, რადგან მხოლოდ ასე შეექმნება დისკომფორტი რეჟიმს. სოლიდარობის ნიშნად გაფიცვას შეუერთდნენ რეგიონებშიც, მაგალითად წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები დღეს 3 საათიდან გამოვიდნენ შენობის წინ და საპროტესტო ბანერები ჰქონდათ მათ გაშლილი. ისინიც ითხოვენ დაკავებული პირების გათავისუფლებას და ვადამდელი არჩევნების ჩანიშვნას, ასევე ქუთაისში შეიკრიბნენ რიგითი მოქალაქეები და მათაც სოლიდარობა გამოუცხადეს დღეს გაფიცულებს. წალენჯიხი არის ერთადერთი ოპოზიციური მუნიციპალიტეტი, შესაბამისად ჩვენ თავს ვალდებულად ვთვლით, რომ შევუერთეთ მოსახლეობის უმრავლესობის მოთხოვნას და უერთებით საყოველთაო გაფიცვას. 15 საათიდან ჩვენ ვწყვეტ მუშაობას. ამ უნივერსიტეტში ჩემი სტუდენტები არიან მომავალი ჟურნალისტები და პირველი რასაც ვცდილობ, რომ მათ ვასწავლო, ეს არის სიტყვის თავისუფლება. ვფიქრობ, რომ ამას აზრი ეკარგება იმ შემთხვევაში, თუ მე არ დავდექი იქ, სადაც სიტყვის თავისუფლებას იცავენ და იცავენ არა მხოლოდ ამ ევროპულ ღირებულებას, ასევე ევროინტეგრაციის კურსს საქართველოს. ბუნებრივი არიან ისეთი კომპანიებიც, რომლებსაც დღეს სამუშაო პროცესი არ შეუჩერებიათ, თუმცა მათ განცხადება გაავრცელეს იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი საკუთარ თანამშრომლებს არ უზღუდავენ გამოხატვის თავისუფლებას და ასე ვთქვათ, აქვთ მათ თანამშრომლებს სრულად იმის უფლება, რომ სურვილის შემთხვევაში შეუერთდნენ საპროტესტო აქციებს, მაგალითად, ასეთი კომპანია არის ვისოლ ჯგუფი, ასევე TBC ბანკი, ჩვენ ბუნებრივია ვესაუბრეთ სხვა მსხვილ კომპანიებსაც, მაგალითად, Gulfs, GPI Holdings, მათ მარკეტინგის სამსახურის წარმომადგენლებს და მათაც განგვიცხადეს, რომ მათ მისცეს საკუთარ თანამშრომლებს თავისუფლება იმ ნაწილში, რომ სურვილის შემთხვევაში მათ თუ კი ექნებოდათ იმის სურვილი, რომ შეერთებოდნენ გაფიცვას და საპროტესტო აქციას, მათ ამ უფლებას არავინ შეუზღუდავდა. TBC როგორც ლონდონის საფონდო ბირჟაზე რეგისტრირებული საერთაშორისო კომპანია, პატივს სცემს და განუხრელად იცავს მისი გუნდის წევრების კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებასა და თავისუფლებას, მათ შორის გამოხატვის თავისუფლებას. საბანკო სერვისების შეუფერხებლად მიწოდება კრიტიკულად მნიშვნელოვანია საზოგადოების თითეული წევრისთვის, რისი უზრუნველყოფაც ჩვენი როგორც ფინანსური ინსტიტუტის უპირველესი პასუხისგებლობაა. TBC ყოველთვის იყო და რჩება საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის უპირობო მხარდამჭერი. ვისოლ ჯგუფში არასდროს არანაირი ფორმით არ შეზღუდულა სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება. შესაბამისად, დღესაც თანამშრომლებმა გამოიყენეს კონსტიტუციით მინიჭებული უფლება. ჩვენი ინფორმაციით, ჯგუფში შემავალი კომპანიების ობიექტების ნაწილში თანამშრომლები შეუერთდნენ პროტესტს. ნაწილი კი განაგრძობს მომხმარებლების მომსახურებას. მით უფრო, რომ ჩვენს კომპანიებს შორის არის საწვავის კომპანია, რომელსაც აქვს პასუხისმგებლობა არ შეზღუდოს ადამიანების ავტომობილებით გადაადგილება. როგორც უკვე გითხარით, დღეს 3 საათის განმავლობაში ასობით კომპანიის წარმომადგენელი გაიფიცა, მათ შეაჩერეს სამუშაო პროცესი. ახლა მე ვიმყოფები რუსთაველის გამზირზე, სადაც მსვლელობით უკვე ჩაიარეს რიგითმა მოქალაქეებმა, აქციის მონაწილეებმა და მათ უკვე გადაინაცვლეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. მადლობა, ეს მარიამ ბერძენიშვილი იყო.